მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მინისტრ მაკაბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორობას. უწყების ინფორმაციითვე ბოჭორიშვილმა შეხვედრის დროს ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ ბრიუსელის ქმედებები მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება შეფასდეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისთვის. აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ხედვა შესაბამისობაში მოდის რეგიონის განვითარებასთან. ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ფოკუსირებულია რეგიონის განვითარებაზე. დამტკიცდა აჭარის მთავრობა. ხედვები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ წარმოადგინა, აბსოლუტურად შესაბამისობაში მოდის რეგიონის განვითარებასთან და გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს, რაც გულისხმობს სამოვალოდ პასუხისმგებელიან საზოგადოების ჩართულობით მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობების, მოვლასა და ეკონომიკური განვითარების გაგრძელებას, აცხადებს ცოტნე ანანიძე. აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება. აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე. კენჭისყრამდე ზურაბ პატარაძემ თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. ზურაბ პატარაძის განცხადებით რეგიონში დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გაგრძელდება. ასევე მან ისაუბრა პრიორიტეტებზე, რომელიც ჯანდაცვას, განათლებას, სპორტს, კულტურასა და ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. მისი თქმით, პოლიტიკურ გუნდთან ერთად რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს. ოპოზიციის წევრებმა გახარია საქართველოსთვის პარტიიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს. პაվել ჰერჩინსკის მიერ საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ადგილობრივმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის აბსურდული კამპანია წამოიწყო. ეს არავისთვისაა გასაკვირი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სწორედ მართველი პოლიტიკური გუნდის საპატიო თავმჯდომარეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მთავარი გარანტი. ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. კირცხალიამ აქვე აღნიშნა, რომ ადგილობრივი პროპაგანდისტები უცხოელი პატრონების დავალებით ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას და საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედისთვის ჭრდილის მიყენებას ყველაზე სენსიტიური ქველმოქმედების თემით ცდილობენ. კირცხალიას შეფასებით ჰერჩინსკის ქმედებების უკან დიპ სტეითის ხელწერა ჩანს. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბადაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის საქმიანობას დადებითად აფასებს და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც მისი თქმით ქვეყნის განვითარების მიმართულებით გადაიდგა. რა შეძლო მამუკა მდინარაძემ 8 თვეში არასრული ჩამონათვალი, სუსში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30 ჯერ გაზრდა. სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება. პირველად ქართული გამოძიების ისტორიაში ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დანაშაულის გახსნა. კორუფციაზე ასეულობით პირის დაკავება, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების. ნაცები გუშინდელ დღემდე აქედან მხოლოდ გენერლობას იმჩნევდნენ. გუშინ კი უმეცრების რეკორდი მოხსნეს უწყებისა და ახალი, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობრივი სტატუსის ვერ გარჩევით. მოკლედ არ გამოვა ძირითადი და ფაქტობრივი თემებიდან ყურადღების გადატანა მთავარი წარმატებები წინაა, აღნიშნავს ალექსანდრე ტაპატაძე. პარტია გახარია საქართველოსთვის აგრძელებს პროფესიულ წრეებთან აქტიურ თანამშრომლობას ქართული ოცნების პირობებში არსებული რეალობის შეცვლისთვის. ამის შესახებ პარტიის გახარია საქართველოსთვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა განათლების პლატფორმის ფარგლებში განათლების სფეროს სპეციალისტებთან ერთად შეხვედრა გამართეს. ამავე ცნობით შეხვედრის მთავარი თემა განათლების სექტორში მიმდინარე ცვლილებები და რეფორმის პროცესის შეფასება იყო. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა არსებული გამოწვევების სისტემური პრობლემები და შესაძლო გამოსავლები, რომლებიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი ზეპარტიული ამოცანაა განათლების სფეროში არსებული ცოდნა და გამოცდილება გავაერთიანოთ და ერთობლივად დავუპირისპირდეთ ოცნების მავნე გადაწყვეტილებებს. განაცხადა გახარია საქართველოსთვის პარტიიდან დეპუტატმა ტატა ხვეტელიანმა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის სისტემის 100 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც ბიშკეკში გაიმართა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმის თემას წარმოადგენდა სტატისტიკური ბიზნეს პროცესების მოდერნიზაცია, ოფიციალური სტატისტიკის ახალი ეკოსისტემის ჩამოყალიბება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები, რომლებიც მოიცავდა თანამედროვე სტატისტიკური სისტემების განვითარებას, ახალი მონაცემთა წყაროების ინტეგრაციას, ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ასევე სტატისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. ფორუმში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი პეტრა პონევაჩ-პანას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასოციაცია ქვეყნის ბიზნეს გარემოს ფორმირების პროცესში ასრულებს. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის დინამიკასა და სავაჭრო კავშირების შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე. ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ირაკლი ყანდაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმი მოიცავს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების ურთიერთგაცვლას, ასევე ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ყანდაშვილი ღონისძიების გახსნით ნაწილში მთავარი სპიკერის რანგში იყო მიწვეული. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე ადვოკატი მონაწილეობდა. ღონისძიება სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს მეორე ვიცე-პრეზიდენტმა გახსნეს. ახლად კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში აცხადებს, რომ ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა საჰაერო მიმოსვლაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს. ევროკომისრის განმარტებით, საწვავის მარაგი ამჟამად საკმარისია და აეროპორტების 80%-ზე მეტი დეფიციტს არ აფიქსირებს, თუმცა ფასები ორჯერ მეტად გაიზარდა, რამაც ბევრი ავიაკომპანია აიძულა გააოქმოს რეისები, რომლებიც ომამდეც კი ეკონომიკურად მაინც და მაინც გამართული არ იყო. ევროკომისარი აცხადებს, რომ თუ ბლოკადა გაგრძელდება და გამოსავალი არ მოიძებნება, ივნისის შემდეგ შესაძლოა დეფიციტი წარმოიშვას. სიტუაცია ხელსაყრელი არ არის, აღნიშნა ევროკომისარმა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა ქმედებაა, რომელსაც შედეგად სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ეს რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს ეხება. მსგავსი მარცვლეულით დატვირთული კიდევ ერთი გემი ისრაელის პორტში შევიდა, ველით რომ ისრაელის ხელისუფლება უკრაინას პატივს იცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა ქმედებაა, რომელსაც შედეგად სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ეს არ არის და არც შეიძლება კანონიერი ბიზნესი იყოს. შეუძლებელია ისრაელის ხელისუფლებას არ ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რომელი გემები შედიან ქვეყნის პორტებში და რა საქონელი გადააქვთ მათ, წერს ზელენსკი X-ზე. მის თქმით, უკრაინამ მსგავსი ინციდენტების აღკვეთის მიზნით დიპლომატიური არხების გამოყენებით ყველა საჭირო ზომა მიიღო. ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის რეზა ტალაეინიკის განცხადებით, ირანი მზადაა თავისი თავდაცვითი შეიარაღების შესაძლებლობები დამოუკიდებელ ქვეყნებს, განსაკუთრებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს გაუზიაროს. ინფორმაციას გარდიანი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები გამართა რუს და ბელარუს თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც ორივე ქვეყანამ თეირანთან თანამშრომლობის გაგრძელების ვალდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ცნობისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები არიან რუსეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.